და დღის სხვა თემები. საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა. ორივე პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, ბიბლიოთეკამ კი ახალი წიგნები მიიღო. დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის წარდგინებით უახლოეს პერიოდში პარლამენტს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის ორ ახალ კანდიდატს წარუდგენს. ის რაც ხდება ამ სკოლაში საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომელთაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეულ ჩვენთაგანის ბედს. მხარს უჭერთ ქალბატონი ნინოს მიერ წარმოდგენილ კიდე ორ მოსამართლე ქალბატონს, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში უნდა წარუდგინოთ განსაწესებად. პრეზიდენტს წარდგინება ორი მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით საუბარია უზენაესის სასამართლოში. ეს არის ქალბატონი მზია თოდუას კანდიდატურა და ქალბატონი ეკა გასტაშვილის კანდიდატურა. პროექტის პრეზენტაცია მოხდა, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანი წილად თავისთავად გაზრდის იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეფექტურობას.